და უკრაინის შემდეგ კვლავ საქართველო. რაოდენობით ქონება გადასცეს სახელმწიფოს საჩუქრად ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი კანონი და თავისუფლება აქვეყნებს. ორგანიზაციის კვლევის არეალში 2008 წლის აგვისტომდე და მას შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურებში მიმდინარე პროცესები მოხდა. გაირკვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მჩუქებელი კომპანიები გუდვილი და ტოიოტა ცენტრი თბილისია. უსასყიდლოდ გაცემული ქონების ძირითადი ნაწილი ავტომანქანები და სხვადასხვა უძრავ-მოძრავი ქონებაა. არასამთავრობო ორგანიზაციის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელის გიორგი მღვდელაძის განცხადებით, კვლევისას გამოიკვეთა რამდენიმე მჩუქებელი კომპანია, რომელიც დღეისათვის ლიკვიდირებულია. მათ შორის თელეთის ნავთობ კომპანიის შვილობილი კომპანიებიც მოხვდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია კვლევის პრეზენტაციას დღეს გამართავს. ყველაზე დიდი წილი სახელმწიფოს საჩუქარი ქონებების არის დაახლოებით 95% არის მანქანები და აქედან ყველაზე დიდი ნაწილი მოდის გუდვილზე და ტოიოტა ცენტრ თბილისზე. ჯამური ღირებულებით დაახლოებით 3 მილიონ ლარზე მეტი. ყოველ შემთხვევაში ის ფაქტები, რომელიც აქამდე ფიქსირდებოდა, 2008 წელი არის ყველაზე მეტად გამორჩეული. მოგეხსენებათ ქვეყნის მდგომარეობა და ვითარება. ასევე ფიქსირდება სხვადასხვა უძრავ-მოძრავი ქონებები, მათ შორის წილები. ჯეოწერის წილი 2.5%, მისი გადაფორმება მოხდა 2008 წლის 5 აგვისტოს.